ხო დაახლოებით 1 წლის წინ იყო რომ გამოვიდა ივანიშვილი და თქვა რომ ვისაც არ მოგწონს წადითო ბატონო. საბოლოო ჯამში ამათ არ ჭირდებათ პროაქტიული მხარდამჭერიც კი, უბრალოდ ამათ ჭირდებათ ჭყალებში მასა არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ ნუ ესე, რომელიც უბრალოდ არ რეაგირებს, ხო? და ჩვენ ახლა აქ ხო ვართ რამდენი ვართ დარჩენილი. კი, ამომრჩეველი და არა მხარდაჭერილი და ძალიან დიდი განსხვავება არის მართლაც ამბობდა. საბოლოო ჯამში რამდენი ვარ 3.5 მილიონი, ხო? და იმ მსჯელობიდან გამომდინარე რომ ესენი ამბობენ 3 მილიონი კაცი რო წავიდეს ან 2.5 და 600-700 კაცი რო დარჩეს აქ, რომელიც იქნება მომსახურე პერსონალი და რაღაც საბაზო რაღაცების გამკეთებელი, ეს ძალიან ბედნიერები იქნებიან ესენიც. პირდაპირ გითხრას რომ წადითო. ან არ გაკავებთ აქ. არ გჭირდებით, არ გვაინტერესებთ. და ანუ ის რო იყო ხო საქართველოს ქართველების გარეშე, ესენი ამას ახორციელებენ რეალურად, ხო? რამდენზე ვიცით, რომელიც წავიდა და ძალიან სასოწარკვეთილი გზებით და არა უბრალოდ ემიგრანტად, ხო, იქ ყველა ვიცით ეს მექსიკის ამბები და ასე შემდეგ. რამდენი ვიცით, რომ აპირებს და გეგმავს და რამდენი ვიცით, რომ უბრალოდ არ შეუულია, მაგრამ მოცნებობს ამაზე. უნდა უბრალოდ რომ გააღწიოს აქედან, ხო? და ეს ნუ მოყვება როგორც რავი, ამდენი ხანია უკვე. უბრალოდ მას ადამიანების რომლებიც ან წავიდნენ ან ვერ წავიდნენ. ამ ორ ჯგუფად იყოფა პრაქტიკულად. არის ტრაგედია. და მართლა არაბულ ინვესტიციაზე რო ვილაპარაკოთ რა. ეგ ინვესტიცია კი არ არის სწორი სიტყვა, როცა ქვეყნის შენერგის სწორებ თავისთავად უბრალოდ ესე არის ეს მოწოდებული რაღაც სარგებელს უნდა იღებდა ინვესტიციიდან რა. და როცა ლაპარაკია ესეთ ეგეთ public private რაღაც პარტნიორობაზე, როცა სახელმწიფოა ჩართული და კერძო ინვესტორი და ამ შემდეგ არ შეიძლება რომ საჯარო ინტერესი არ იყოს გათვალისწინებული. არ შეიძლება ისე მომხდარა რაღაც მნიშვნელოვანი მაგას მივიყვან ბოლომდე რომ უბრალოდ ის ფაქტი, უბრალოდ ეს რომ ძალიან მკაფიო იყოს, ვიცი რომ ვიცით, მაგრამ მაინც თქვა, რომ გინდა 6 მილიარდი იყოს და გინდა 600 მილიარდი იყოს, რომელიც შემოვიდა ამ ქვეყანაში. ეს ფრაზა არის აბსოლუტურად არასაკმარისი. აქ საბიუჯეტო გადასახადები რამდენი იქნება, რამდენი ადამიანი დასაქმდება და არა დროებით, არამედ მუდმივად, ვინ იქნება ვინც აქ იცხოვრებს, ვინ იქნება ვინც შეიძენს ამას. კი ესენი ლაპარაკობენ, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, მაგრამ ეს სიტყვა ხელმისაწვდომი ყველას კარგად გვახსოვს ეს სიტყვა ჯანდაცვაზე როცა არის დისკუსია, როცა ჯანდაცვაზე ვსაუბრობთ ხოლმე, ხო? ამბობენ ხოლმე რომ ჯანდაცვა ხელმისაწვდომია. კი, ხელმისაწვდომია, მიხვალ, რა ქვია იმას, ევექსში და არავინ არ გეტყვის უარს. ოღონდ თუ ფულს გადაიხდი.